საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადება და ფასებთან დაკავშირებით, გავრცელდა ინფორმაცია ყურძნის ფასის კლებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მევენახეთა მხრიდან უკმაყოფილება და აქციების გამართვა. იმ დროს, როდესაც ბუნებრივმა კლიმატურმა პირობებმა ისედაც დააზარალა მოსახლეობა, შეამცირა მოსავალი და მისი ხარისხი, რთველის პროცესის შეფერხება და ჩასლის მცდელობა ალბათ საბოტაჟის სახეს იღებს. ეს კი ყველაზე მეტად აზარალებს ახალგლეხს და ჩნდება ეჭვი, რომ ეს პროცესი ხომ არ არის ხელოვნურად მართული. წლევანდელი რთველის პერიოდში ყურძნის ფასი უპრეცედენტოდ მაღალია და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. შარშანდელთან შედარებით მე მინდა გითხრათ, რომ წელს ფასი 50%-ით მეტია საფერავის ჯიშის ყურძენზე. ამავე დროს მოსახლეობიდან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების არანაირი პრობლემაც არ არსებობს, რაც წინა წლებში იყო ხოლმე პრობლემა. აქედან გამომდინარე, მევენახეების მხრიდან ფასის გაპროტესტება და რთველის შეფერხება ალბათ გაუმართლებელია. რამდენიმე დღის წინ მართლაც დაფიქსირდა საფერავის განსაკუთრებით მაღალი ფასი 2.35 ლარი, თუმცა შემდეგ ფასი 1.50 ლარზე, ანუ 1.5 ლარზე დადგა. ყურძნის მაღალი ფასი საბოლოოდ წარმოებული პროდუქციის ფასს, რა თქმა უნდა, ზრდის, ეს აისახება sabოლოოდ ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობაზეც, განსაკუთრებით ეს ევროპის მიმართულებით, სადაც ფასი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის გაყიდვის თვალსაზრისით და აქედან გამომდინარე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებლად ღვინის კომპანიები ბუნებრივია იღებენ თავის გადაწყვეტილებებს თუ რა ფასად და რა რაოდენობის ყურძენი უნდა შეისყიდონ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში დასრულდა ის დრო, როდესაც სახელმწიფო უხეშად ერეოდა რთველის პროცესში, თავად განსაზღვრავდა ყურძნის ფასს და კერძო სექტორის კონკურენტი ხდებოდა, რომლის პრეცედენტებიც იცით, რომ წინა წლებში იყო და შარშანდელიდან ეს ფაქტიურად აღარ დაფიქსირებულა. სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ჩაერევა და ფასი არის მხოლოდ ბაზარზე მოთხოვნა მიწოდების პრინციპით დასარეგულირებელი. კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო მევენახეებს, რომ დავიცვათ აგროვადები, რთველის შეფერხება არავის ინტერესში არ არის, ბუნებრივია, თუმცა მე მინდა ამავე დროს სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ რთველი შეუფერხებლად მიმდინარეობს, გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, რომ რთველის პროცესი შეფერხებულია, ანუ არის უპრეცედენტოდ მაღალი ფასები, მიუხედავად პროტესტის და გარკვეული უკმაყოფილების ჩაბარების პროცესი არ შენელებულა, არ შეფერხებულა და გუშინდელი მონაცემით 1700-ზე მეტი ტონაა გადამუშავებული, რაც აი ამ დროისთვის და საფერავის რთველის მიმდინარეობისთვის არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. არსად არ ფიქსირდება რიგი და შეფერხება, ანუ რთველის პროცესი მიდის წარმატებით.